დღეს პარლამენტში პრემიერ-მინისტრს მოусმენენ ირაკლი კობახიძე საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით არის დაბარებული მის მიმართ კითხვები მიგრაციის პოლიტიკას ეხება. პლენარულ სხდომაზე გამოსვლა რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს, თუმცა მანამდე თეოდორ მანაგაძე შემოგვიერთდება საკანონმდებლო ორგანოდან და ამ თემის შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას მოგვაწოდებს. თეოდორ, გისმენთ. უცხო ქვეყნის რამდენი მოქალაქე იმყოფება საქართველოში, მათგან რამდენია არალეგალი, როგორ ებრძვის საქართველოს უკანონო მიგრაციას და რა გავლენა ექნება კერძო სექტორში ბოლო პერიოდში დაანონსებულ მსხვილ პროექტებს. ამ კითხვებზე პასუხების გასაცემად და მოსაცმენად ფრაქცია ქართულმა ოცნებამ პარლამენტში დაიბარა პრემიერ-მინისტრი და ირაკლი კობახიძე უპასუხებს სწორედ ამ კითხვებს. პრემიერ-მინისტრი უკვე პარლამენტშია, მისი გამოსვლა ინტერპელაციის ფორმატში რამდენიმე წუთში დაიწყება და უფრო მეტ სწორედ მისგან მოვისმენთ. რაც შეეხება ქართული ოცნების პოზიციას, მართლ გუნდში განმარტავენ იმას, რომ სახელმწიფოს დონეზე არის აყვანილი მიგრაციის პოლიტიკა. ისინი საუბრობენ იმის თაობაზე, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში საქართველოდან უფრო მეტი მიგრანტი გააძევეს, ვიდრე ბოლო 10 წლის მანძილზე. ქართული ოცნება ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს არის სტუმართმოყვარე ქვეყანა, მაგრამ მათი განცხადებით ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე საქართველოში უკანონოდ დარჩება. ეს იქნება აღკვეთილი, როგორც თავად საუბრობენ. ხელისუფლებისგან განსხვავებული პოზიციები აქვთ გიორგი გახარიას გუნდში. ისინი ხელისუფლების მიერ გატარებულ მიგრაციის პოლიტიკას აკრიტიკებენ, ამბობენ, რომ ეს პოლიტიკა არის არაეფექტური. ისინი საუბრობენ იმის თაობაზეც, რომ დღეს პარლამენტში პრემიერ-მინისტრი მოსული არის მხოლოდ პიარის გასაკეთებლად. გიორგი გახარიას გუნდის წევრებს დღეს პრემიერ-მინისტრის მიმართაც ექნებათ კითხვები. ეს კითხვები ეხება იმას, მათი განცხადებით, რატომ ტოვებენ ქართველები საქართველოს და რა ფონი შექმნა ამისთვის ხელისუფლებამ. მან დაინახა, რომ რეალურად ძალიან სარფიანად მოირგო იგლ ჰილსის გაყიდვების მენეჯერის სტატუსი, შესაბამისად აი ამ იმიჯის ჩამოსარეცხად მოდის. ოცნებამ დაინახა, რომ რეალურ პრობლემას წარმოადგენს დღესდღეობით მიგრაციის საკითხები ჩვენი მოსახლეობისთვის, შესაბამისად ისინი რეფლექსირებენ ამაზე და კონკრეტულად აი ესეც იქნება განხილვის საგანი. რა თქმა უნდა, არაეფექტიანი არის მათი პოლიტიკა, იმიტომ რომ გვიპასუხოს და ჩვენ დავსვავთ ამ კითხვებს, რატომ გარბის ჩვენი ქვეყნიდან ამდენი ქართველი, რა მოცემულობა შექმნა ამისთვის ოცნებამ და ის, რომ მათ ადგილებს იკავებენ თუნდაც შრომით ბაზარზე უცხოელები და ელემენტარული საშუალება არ აქვს ქართველ ადამიანს, რომ პროფესიულად რეალიზდეს და განვითარდეს, ეს რა თქმა უნდა არის უწყოესი პრობლემა, ამაზე ვისაუბრებთ, ჩვენ კითხვებს დავსვავთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ის ჩვენთვის არის იგლ ჰილსის გაყიდვების სარფიანი მენეჯერი, რომელსაც მოუხდა ეს სტატუსი და რა თქმა უნდა არ დაგვავიწყდება ისიც, რომ კვერცხის ფასთან დამარცხებულია. მორიგ-ჯერზე ჩვენი პოლიტიკა ხალხის ძალის გამართლდა, რომ საფრთხილოა მიგრაციის პოლიტიკა საქართველოში. მართალია ბოლო თვეებში და წლებში განსაკუთრებით ბოლო 1 წელიწადში ძალიან ეფექტური გახდა მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა უწყებების საქმიანობა მიგრაციის პოლიტიკასთან დაკავშირებით. ჩვენ ხედავთ, რომ ბევრი არალეგალი, რომელიც იმყოფება საქართველოში და ასევე სხვა მიზნებიდან გამომდინარე გაყავთ ქვეყნიდან, თუმცა აქ საინტერესო იქნება პრემიერ-მინისტრის ხედვა, თუ როგორი ხედვა აქვს, რა სტატისტიკა არსებობს მიგრაციის პოლიტიკასთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე იქნება ჩვენი კითხვა. როგორც სტუმართმოყვარე ქვეყანა, ყველასთვის ვარდღია ადამიანები, რომლებიც შემოვლენ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ უმასპინძლებთ მათ, მაგრამ თავარია, რომ კანონი არ იყოს დარღვეული და შესაბამისი პერიოდით დაშნენ საქართველოში და შემდეგ უკვე დაბრუნდნენ თავიანთ სამშობლოში. ის პირები, რომლებიც კანონს არ უყურებენ, რა თქმა უნდა, მათ მიმართ გატარებული იქნება ის ზომები, რაც ტარდება ზოგადად ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში. მარტივებული არის უკანონო შემოსული პირების საქართველოდან გაძევება, სამართლებრივი არის სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსში და გათვალისწინებულია ჩვენი ქვეყნიდან გაძევება და ამავდროულად შემოსვლის აკრძალვა და მთელი რიგი სხვა საკანონმდებლო ცვლილებები. ამავდროულად საიმიგრაციო სამსახურიც მუშაობს კიდევ უფრო მეტად ეფექტიანად. ეს არის qalbi ნარატივები, რომელსაც აუცილებელია, რომ ხელი შეუშალონ ამ უდიდეს ინვესტიციას საქართველოს ისტორიაში. თითქოს ხდება რაღაც არაბიზაცია, თითქოს მოსალოდნელია უკანონო მიგრანტების იმ რაოდენობის შემოსვლა საქართველოში, ან თქვა თუნდაც კანონიერად იმ რაოდენობის უცხოელების შემოსვლა, რომელიც დემოგრაფიულ სიტუაციას საფრთხეს შეუქმნის და ყველაფერი ეს რომ ყალბია, დარწმუნებული ვარ, დღეს პრემიერ-მინისტრი ამას დასაბუთებულად განაცხადებს. დღეს
პარლამენტში ორი ინტერპელაცია გაიმართება. ერთის მხრივ, როგორც უკვე გითხარით, ინტერპელაცია შედგება პრემიერ-მინისტრის, მთავრობის ხელმძღვანელის. პარლამენტში ირაკლი კობახიძე დაიბარა ფრაქცია ქართულმა ოცნებამ და სწორედ მათ ეკუთვნით კითხვები, თუმცა ეს ფორმატი არ გულისხმობს იმას, რომ მხოლოდ ქართული ოცნების წევრები დაუსვავენ მას კითხვებს. კითხვების დასმის საშუალება ექნებათ სხვა ოპოზიციურ ფრაქციებს და ისინი საკუთარი ინტერესის შესაბამისად დასვავენ ამ კითხვებს. რაც შეეხება მეორე უკვე ინტერპელაციას, ეს შედგება დღის განმავლობაში, მას შემდეგ რაც პრემიერ-მინისტრის ინტერპელაცია დასრულდება. ამ შემთხვევაში პარლამენტში მოწვეული და დაბარებული არის რეგიონალური განვითარების მინისტრი. მისი დაბარება მოხდა გიორგი გახარიას გუნდის მხრიდან, მათ მინისტრს დაუსვეს დაახლოებით 25 კითხვა. ამ წუთებში უკვე იწყება პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ინტერპელაცია, რომელსაც პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. მადლობა თეონა. თეონა მანაგაძე იყო პირდაპირ ეთერში საკანონმდებლო ორგანოდან.